აბა გაუმარჯოს მე 13 დღეს. როცა მეგონა რომ მე მგონია თუ ერთზე მეც ვერ ჩავწერდი. ჩემი ცხოვრება თაკარი, ჩემი ბიჭი. რატო გავშავდი? აბა აქ მაქვს ვიდეო ვიტვირთება და მოდი რამდენი წუთიც გამოგვივა იმ ჩვენს თემაზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყოველთვის აქტუალურია. სარეცხი შეიცვალა, ისევ სარეცხის ფონზე ვარ, უბრალოდ სარეცხის შეიცვალა ფაქტურა. ეს თემა არის ბაღის გამოსაშვების ზეიმის ხარჯები და მეოთხე კლასის გამოსაშვების ხარჯები. რომელიც ძალიან ხარჯიანია, რაღა დაგიმაროთ და ჩემ ბანკეტს დავტირივარ, რომელიც ძალიან მინიმალურ ფასებში გვაქვს მშობლებს გაწერილი სხვებთან შედარებით, იმიტომ რომ ბანკეტი ყველასია და უნდა გაითვალისწინო აუცილებლად ის ადამიანი, ვისი შესაძლებლობაც არის ნაკლები. ეხლა მართალია არავის არ გადასდის და რაღაცა, მაგრამ ხო არის სიტუაცია, რომ მაქსიმა მინიმალურად რაც შეიძლება რომ გამოხვიდე და რაღაცა უნდა გააკეთო, იმიტომ რომ სხვებისთვისაც არის ის ბანკეტიც არის, ის მოკლედ არ ვეხები მე-12 კლასს. მოდი ვილაპარაკოთ ბაღზე და მეოთხე კლასზე. პირველ რიგში, აი, სრული სერიოზულობით ვამბობ. რომ სურვილი მაქვს ხოლმე აი მშობლის მაგრად ცემა, რომ აი მაგრად, რომელიც პირველი გამოჩნდება ჩატში. მშობლების ჩატი. აბა გოგოებო, რა შვებით არ ვაგროვებთ ფულს? ნამოაძირკო ისენა, ხო შეიძლება რომ გაჩუმდე. ხო შეიძლება. მე მაგას მოყვება. კი, როგორ არა, რამდენი 100, 200? მე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ყველა მასწავლებელი პატივსაცემია, სულ იმას ვამბობ. სახლში მყავს მასწავლებელი და ვიცი რა შრომასაც დებს ყველაფერში. არა, არც ბაღის მასწავლებელი არ არის და არც ის რა ქვია, სადაბიკებო რაღაც. ხო და უბრალოდ ძალიან ისეთი პროფესია არა, რომელზეც მე უარი ვთქვი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ვერ შევძლებდი იმდენად უნდა რაღაცა შენში იყოს რა ეს. ხო და ამისთვის მასწავლებლები იღებენ ხელფასს, რა თქმა უნდა, იმიტომ მუშაობ, ვიღებ ხელფასს. და პატივიც უნდა სცე, რა თქმა უნდა, და ძალიან მიხარია ხოლმე რომ სულს გამოთქვამენ ხოლმე ბავშვები ან ყვავილების ყიდვის, ან ტკბილეულის ყიდვის. ეს ძალიან სიამოვნებს ხოლმე. გინდა ბაღის და დაწყებებს არა აქვს მნიშვნელობა. ესე იგი, ეხა ბევრმა თქვენგანმა მომწერეთ ამასთან დაკავშირებით და ესე იგი საქართველოს მასშტაბით არის ეს პრობლემა. და სასაცილოა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოისპო. ოღონდ ვერ მოისპობა ეგ პრობლემა, თუ არ მოისპობა ესეთი მოისპობა სხვანაირად. ესეთი იდეა, მშობლის გაწამოსული იდეა ჩატში, რომ რას ვაკეთებთ, არ ვაგროვებთ ფულს, რამდენი რამდენს ვაგროვებთ, არ უყიდოთ, აუცილებელია, 100 წახი 1-2-3000 ლარამდე თუ არა ხელი და არის აქენი რა ქვია საოცრება არ გააკეთე? როგორ შეიძლება? ეხლა რა ხდება ამ დროს ჩატში, ხო? აი, ის ხო დაწერს. შეწინააღმდეგების სურვილი ბევრს არ უჩნდება, იმიტომ რომ მასეთი მშობლების, ამ ყოლი მშობლები ბევრნი არიან. უიაუცილებლად, აბა რამდენს ავდებ რაღაცა და აქედან ის მშობელი ხმას ვეღარ იღებს თანახმა იმის დადებაზე, რაც იდება.
შეიძლება ისესხოს, მაგრამ დადოს. გუშინ ზუსტად ეგ მესიჯი მომივიდა რა გუშინ თუ გუშინ წინ რომ ანუ ხალხი ისესხულობს, იმიტომ რომ მეოთხე კლასის გამოსაშვები გვაქვს და მშობლებმა ისესხეს ფული, რომ დადონ მასწავლებლების საჩუქარი, რომელიც 3000 ლარს ასწავლა. ხალხო რა უნდა უყიდოთ ესეთი ხა? მასწავლებელზე ხوار შებეტანა გადაცხადი თუ როგორ არის ეგ. 60 ჩავაბარო. ან ბაღისამინა, ან დაწყებითები. სხვა არ შეიძლება, იმიტომ რომ გავიმზითები. მოვითხოვ. ძალიან ბევრია ეგეთი ხა. არ გეგონოთ რომ შეთავაზებაც არის ხოლმე, აბა რა არა გაქრო რა გიყიდო და რაღაცა ეგეთი. თორე პატივი წეღანაცად პატივი როგორ არ უნდა სცემას წავდი. მაგრამ ის მშობლებისა მეშლება ნერვები რომ ავალდებულებენ სხვა მშობლებს რომ ისედაც საოცარი ხარჯი უფრო გაწელონ. მესმის თუნდაც ბაღის დამამთავრებელი. ჩემმა შვილმაც დაამთავრა ბაღი. იოანეზე მეტნაკლებად აი ახალი წამოსული იყო ეს ერთნაირი ჩაცმა, ერთნაირი დახურვა, თუმცა შარვალი და საროჭკა ჰქონდა და იგივე ჩავაცვი ბავშვს და ბოლოს არის საროჭკა დაუხატე და ისეცვა სპანჯბობი ეხატა და ეწერა სკოლისაკენ. ეგეცვა და არანაირად არ მიყიდია არაფერი, რაც ეცვა იმ საროჭკაზე გაუთეთრე, კარგა გაუკრახმალე და დაუხატე. ანუ ხარჯი ისეთი არ გამიწევია, ნუ გავწიეთ ის რომ ისა გადამღები, სხვათა შორის რაღაც დაგიმარდა და ძალიან კარგად გადაიღო იოანეს გადამღებმა ვიდეო, იმიტომ რომ არაერთხელ ვუყურე და თვითონ ნომრებიც თუ რაც აქვია, მასეთი სასიამოვნო სახურებელი იყო მოკლედ რა და ბარბარეზე არ მახსოვს, მაგრამ кайფული ვთხლიშეთ ვითომ დრონი არისო გატყვევთ. წითელი ხალი ჩაოდა, ჰუიო, ჰაი და მოკლედ ბარბარეს გამოსაშვები ზეიმის დისკი რო ჩავრთეთ და ვუყურეთ, დავიწყეთ ყურება, გავურთე და დავდე. არ ვუყურებია. იმდენად საშინელება და საზიზღრობა იყო, რომ საერთოდ არ მოგვარა იმის სურვილი რომ უყურო. ანუ ეხა ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა ვიღაცამ დადოს, სხვა შორის ან ისი არ გადაგვიხდია რა, ანუ 5 ლარი 10 ლარი არ გადაგვიხდია გადაღებაში. საკმაოდ დიდი თანხა მივეცი. ხო და ჩვეულებრივი მოვლენა ეხლა ეგა რომ აი ეხლა მე თქვა რომ აი ვიღებ გამოსაშვებ ზეიმს ესე და წამოვიღო რაღაცა ნაგაბი გავაკეთე და მივცე. თუმცა შაშა გავაკეთე გამოსაშვები ზეიმის ვიდეო. 200 ლარი ავიღე და წამოვიდე. და სხვა შორის ძალიან კარგი ვიდეო გავაკეთე YouTube-ზე ცდებს. კლიპიც გავუკეთე 5 წუთიანი და ვიდეოც. ხო, ეხლა დავუბრუნდეთ ისევ თემას. ჯერ ის როს იმას ვამბობ, რომ პატივისცემა კაია და არავინ ხელს არ გიშლის, როდესაც შენ გინდა რომ პატივისცე, აი მე მშობელი, რომელიც მინდა რომ პატივი ვცე, მივალა ვცე პატივს რა ვიცი, შემიძლია იქ ყვავილი იქნება, ტკბილეული იქნება, თუნდაც მინდა გულით რომ რაღაცა ვუყიდო, მივალ და ვუყიდი. მე, მაგრამ არ დავწერ ჩატში, არავითარ შემთხვევაში, რომ აი ბავშვებო და ბავშვებო. გოგოებო, მშობლებო, მოდი ეხა ეს ვუყიდოთ. არ დავავალდებულებს სხვას, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში იჭირვებენ, რომ ის ბავშვი იმ ჩაცმადახურვას არ გამოსცეს, თუმცა წეღანაც ვამბობ, ეს ჩაცმადახურვა 150 ლარებდა, თუ მეც არ აძლევენ, როგორც მომწერეს, რომ ისა კაბის შეკერვაში. ქირაობაში, რა შეკერვაში, იქ ფეხსაცმელი უნდა იქ რაღაცა და მოკლედ კაი თანხა გამოდის. მერე პლუს საჩუქარი, მერე პლუს ის ტკბილეული ვაბა რაღაცა რატო? იცი რა არის? სულ იმას ვამბობ. ვაიმე თუ ჩაბოველი თუ დარჩენილი ბუმბულებიც არ გაგაცალო. სულ იმას ვამბობ, ნებისმიერ სფეროში ყველა რომ მუშაობს, იღებს შესაბამის ანაზღაურებას, ხო? მაშინ მასე გავაკეთოთ ჩატი საუბნო, მაგალითად ვისთანაც ავარ ექიმთან აღრიცხვაზე, გავაკეთოთ ჩატი გავარკვიო ვინც არიან და დავუწერო. გოგოებო, აი ჩვენ ექიმს არ ავცეთ პატივი?
იგივე არის რა მნიშვნელობა. ისიც იღებს ხელფასს, ისიც იღებს ხელფასს თავის საქმიანობიდან გამომდინარე, ხო? ანუ უფასოდ ხო არავინ არ აკეთებს. ჩვეულებრივ მოვლენა ჩატი გავაკეთო და დავწერო. არ ვცევთ პატივი და ვუყიდოთ 1-5,000 ლარიანი ოქრო. ჩვეულებრივ ნებისმიერ სფეროს შეგიძლია ეს, რომელიც სიტყვაზე ემსახურება რამდენიმე ადამიანს. არ ვიცი. რითი მოისპობა ეს? არ ვიცი ჯერ ეს მოისპობა თუ არა, იმიტომ რომ წესით რომ იციან ხოლმე 21 საუკუნეა და რაღაც დროს ეს არის. ანუ 21 საუკუნე რომ მოვიდა, გაიაროს რაღაცა. იმის მაგივრად რომ ეს ეგრეთ წოდებული შობლისგან წამოსული საშინელი ტრადიცია მოისპოს. იმიტომ რომ ჩვენ ხო შიგ ევროპაში ვართ. რომ მოისპოს, არ ისპობა. პირიქით ღვივდება და ახალ ფორმებს იძენს. ადრე თუ გადაღება იყო მარტო, ახლა გადაღება კბილეულია, საჩუქარია, ჩაცმა არის, ერთნაირად უნდა ეცვათ და აი ვიღაცის მშობელმა გაიგო რომ იქ მაგარი რაღაცები ქირავდება და იქ უნდა წახვიდე აუციო. რატო? ხო და იმის მაგივრად რომ ეს ჩანელდეს პირიქით რაღაცა საოცრებებს იძახიან ახლა. პირველ რიგში რამ უნდა მოასპოს ეს? შობელი დაწერს თუ არა იქ უნდა ჩაწიხლო იმ ჩატში. ან ჩატის გარეთ. ოღონდ მაგას ეს იმათ ვამბობ რა. ენა უნდა წააკვე თუ არა თითები. აცო პატივის ცემა რო გინდა, ეცი პატივი. შენ მე თუ მინდა მევცე, იმას თუ უნდა თვითონც ეს არა. არ მოგახევ თავზე რომ მე ამისის გადავწყვიტე და და კიდე იყო ერთი ის რომ მასწავლებელმა დაავალდებულა, იმით დაავალდებულებს ჩვეულებრივ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ მოვლენა მოიცადე მასწავლებლის დავალდებულება ეს რომ მოწერეს მაგას სხვა რამეს გეტყვი, სხვა დროს გეტყვი, მოშორებაზე ვაბობ. გავაგრძელოთ ეს თემა, რომ ძალიან აბდაუბდა არ გამოგვივიდეს რა. როგორ უნდა მოაშორო. ეს მშობელი, ესეთი მშობლები უნდა იმის თქვენ შეგნებამდე უნდა დავიდეს ეს რომ არ უნდა გამოხატო ესე რა. და მე დაიწყებენ არავის ყველამ თუ შევძლებთ არავის ჯიბეში კი თან ისე მოისაწყლებენ თავს არავის იმაში, მაგრამ იქნებდა სირცხვი და ნამუზე მაინც გაგდებენ. ესეთი მშობლები რომ ჩატში აღარ იქნებიან იმ ხრივ რომ ერთი ეგ არის რიგრიგობით 2000 დედალია და მაინც ერთადაც განან 200 მამალი. ესეთი მშობელი აღარ უნდა იყოს, აღარ უნდა ქონდეს ინიციატივა ესეთი რაღაცით დაწერით. მეორე, არ აქვს მნიშვნელობა ბაღია თუ სკოლა. კონკრეტულად იმ დამრიგებელმა უნდა თქვას, რომ აი როგორც კი რამეს მოიტანთ, ეგრევე უკან წაიღებთ. ერთმა არა. ყველა. და მესამე, სასტიკად უნდა აკრძალოს თვითონ დაწესებულება ესეთი რაღაც. იყო ისინიც სიუჟეტებიც, იყო რაღაცეებიც რო აგროვებდნენ, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება აბსოლუტურად. რომ ფულსაც რო იმაშვებიან და ზოგი რო ტირის რო არ მაქვს ამისი ფული რო დავდო, მაგრამ რო არ დავდებ, ჩემ შვილს რიყავენ. ეგ იცი რა მხელა რამე არის. აი სამი რაღაცა რაზაც ვფიქრობ, რომ რითიც უნდა მოისპოს. მაგრამ პირველი მშობელი არის, წამომწყები მშობელია მაინც. მე არ მგონია არსებობდეს ისეთი მასწავლებელი, რომ ეხლა მე ავიღო, დაურეკო მასწავლებელი რომ იყო, დაურეკო ერთ-ერთ მშობელს და მუთხრა რომ აი იცი რა ვითომ მე არ გითხარი, მაგრამ მიდი აბა ისა ჩატში დაწერი იქნება ისა იმის ფული აგროვოთ, რა ქვია, საჩუქრის ან რა ვიცი რაღაცის. მშობელი ხო ამის წამომწყები. კი ბატონო არის. და არ მოისპობა თუ ეს არ მუშავდება.
და კიდე ერთი ის და ძალიან აღარ გავაგზელებ, იმიტომ რომ მინდა რომ თქვენი გამოცდილებაც დაწეროთ თუ რა მოგივიდათ, რაში და რამდენად მოთხოვნადი იყო და რამდენად ნერვებს გიშლდათ ესეთი მშობლები. სამწუხაროდ კიდე კაი ხანი იქნება თუ მართლა ამ სამ კრიტერიუმით არ ჩამოშორდა ეს რაღაცა მშობელი, დაბრიგებელი და თვითონ დაწესებულები. ხო, იყო ესეთი რაღაცა, არიან ესეთი მასწავლებლები, თურმე გუშინ გავიგე, რომ რამდენიმე მომწერა, რომ დაახლოებით ერთი თემის იყო რა, რომ აიცი რა, ეხლა ვამთავრებთ და არ შემარცხვინოთ, იმიტომ რომ ისა ტკბილეული და რაღაცები აუცილებლად უნდა მოიტანოთ. დაწესე არ ვამბობ კონკრეტულად სკოლა არ ვიცი რომელზე იყო, სკოლა თუ ბაღზე. აუცილებლად ეს. კიდევაც ბევრს იზავენ მსგავსი მასწავლებლები, როცა ესე არიან გათამამებულები მაგ მხრივ. ესე იგი, ნახეთ რამხელა ხარჯია. ანუ სიტყვაზე ვთქვათ, რომ ეს იყოს მეოთხე კლასის დამთავრება. გინდა ბაღისა რა მნიშვნელობა? ვიზრუნო ჩაცმაზე, ვუქირაო. ვიზრუნო ვარცხნილობაზე თუ რაც არის. ვიზრუნო საჩუქარზე. თუ ბაღის დამამთავრებელია ვიზრუნო სკოლაში მიმავალზე, იმიტომ რომ ტიტულა ხო არ მიიყვანო, უყიდო რაღაცა ხო, ჩასაცმელია ჩანთა 1000 რამე უნდა ყო. და ვიზრუნო ის რომ დირექციაში თუ დაწესებულებში რა გადავეკრიები, დაწესებულებაში მივიტანო n რაოდენობის ტკბილეული რომ მასწავლებელს ისა ეცერგორეწერა ცალაპარაკო არ გამხადოთო რა, ანუ ჩემი ვისი მშობლები ხარ და არც კი გაბედოთო რომ არ მოიტანოთო. ვაი ჩამოვიდე მანდა. ეს კინკლები რაღაც დამეხვი. ამდენ ხანია ვზივარ კინკლა დამეხვი. მოვიდე. შა. მე რასაგო? არაფერი არ შეიძლება უყურა ამ თემას იცოდეთ. ყოველთვის იქნება. იმიტომ რომ ესეთი მშობლები ყოველთვის იქნებიან. ყველა სფეროში. ბაღი იქნება, ცეკვა იქნება, სკოლა იქნება, კანვარჯიში იქნება, კიდე რა არის, რავი, მუსიკა ყველაფერი ყოველთვის იქნება. ერთ-ერთ ჩემ შემთხვევას ვიტყვი. კრება იყო. არ ვიტყვი რომელზე, არ ვიტყვი სად. იმიტომ რომ იმ პერიოდში ყველამ კარგად იცოდა, მაგაზე გადაბეკედა. და გვაქვს ესეთი კრება რა, ეს ამაზე და ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, რომ დაბრიგებელი ვინც იყო რა. რა ისა? გავიხსენო ზუსტად. ხო. რამდენიმე ნამცხვარი აუცილებლად მოიტანეთ, რომ დატოვოთო. რომ არ ეგონოთ, რომ მე რამე სახში წავიღო. რაღაცა მსგავსად იყო რა. ზოგადად მე ვარ იცი როგორი ადამიანი, აი ხა მაგალითად აი ეს რაღაცა ნამცხვარია, და უნდა მოგცე შენ. უნდა ვიცოდე რომ უნდა მოგცე შენ. მაგრამ შენ მითხარი რომ აი ეგ ხელში რო გიჭირა მომეცი მე, გადავაგდებ და აღარ მოგცე. ხო მაინც შენთვის მქონდა განკუთვნილი. მაგრამ აღარ მოგცემ, იმიტომ რომ შენ კი არა მთხოვე მოითხოვე, თხოვნასა და მოთხოვნას შორის ძალიან დიდი სხვაობა. ხო და აი ესე ავდექი. გავაღე კარი, გამოვედი და წამოველი უთქმელად. იმდენად მომეშალა ნერვები აი ამაზე რომ რა იყოს. აი იმდენად ის მექნა რომ მეთქი ხა სანამ აქ პირს გააღებ, მანანა ადექი და წადი. შა მიუხედავად იმისა, რომ იყო იმის საშუალება, რომ მე ის 10 თუ 15 ლარი დამედო, არ დავდე. და რამდენიმე მარტადო. რო გამოვედი და წამოველი, რამდენიმე მშობელი უკან მომყვებოდა და გაგანებდნენ, რომ აი, უნდა გვეყიდა, გეფიცები უნდა გვეყიდა. აუცილებლად ვიყიდით იმ ნამცხვარს. იმიტომ რომ აი ნინოს რო რაღაცა ზეიმი აქვს ხოლმე და რაღაცა აი ნინოს დამრიგებელი, ყველა დამრიგებელი ძალიან მიყვარს, მაგრამ ნათია მიყვარს იზომოთ ნინოს
თავისი ყველაფრით, აი რავი, რას არაკეთებს და თავისი ადამიანობით, თავისი უბრალოებით და ყველაფერს რო ცდილობს ამ იმას და სულ ცდილობს რომ რაღაცას რო აკეთებს არ სულ თავისი მეებით ერთხელ რომ მიველით რომელი ზეიმი იყო არ ვიცი დიდი ფერადი ქაღალდები როა და იმის გაკეთებული ყვავილები და რა ნაცნობს ხარი სულ თავისით ქონა გაკეთებული თავისი ხარჯი ყველაფერი თავისით კლასის დაბადების დღეს აღნიშნავენ თავისით კბილეულით მიდის ანუ აი სულ ცდილობს რომ არაფერში არის გვიქნას რა აი სულ ცდილობს თუ ექსკურსიაზე თვითონ ხო არ წაგვიყვანს ახლა ხო და აი სულ იმას ვამბობ რა რომ აი ხო შეიძლება რომ რაღაცა ეგეთი იყოს რომ ვერ წარმოვიდგენია რომ დაგვიძახოს და გითხრას იცი რა დაგავალდებულოს რო შეეძლოს მართლა ექსკურსიაზე თვითონ წაიყვანს ყველანაირ ხარჯს რაც მშობელსა გასაწევი დაყავ მინიმუმამდე სკოლის დაწყება თუ სკოლის დამთავრება პატარ საჩუქრებს უკეთებს ხოლმე რაღაცა რომ აი უკვე გოგოები ვამბობთ ხოლმე რომ მოდი ერთი კაი 1000 ლარები შევაგროვოთ ვაი მე ნათიბი არ უყურებ აბა ხო და გადარჩენილები ვართ რა მე მისა ანუ მე-4 კლასის დამამთავრებელი შარშა მქონდა ჩვენ ხო და ნათი ამასებელი ვიყვება მე-12 კლასამდე ანუ არ მოუთხოვია ამას თუ უყურებ ნინო შენ ნათიას არ უთხრა ხო და აი ესეთი მასწავლებლები ბევრი უნდა არსებობდნენ რა ძალიან ბევრი ის კი არა რომ მოიტა გითხრას რომ იგაქ იმაზეც გეუბნება რომ არა გეხვეწებ მე თვითონ ვიზავ აღარ გავაგრძელებ ამ ვიდეოს ხალხნო ძალიან და მინდა რომ თქვენი ისინი საოცარ ისტორიები თუ არ დაგეზარებათ რა თქმა უნდა კიდე ხმოვნათ მომწერეთ და გავაჟღეროთ რატომაც არა რატო არ უნდა ითქვას თქვაც რაღაცაა მაგრამ შედეგი ხო უნდა გქონდეს და რა ვიცი თუ გაქვთ მსგავსი ისტორიები სადაც თუნდაც თქვენ გაჭედილი ხართ იმ ხრივ რომ არა გაქვთ საშუალე არ არის ჰა მართლა უნდა ისეს ხო მერე სახში კიდე ხო ყავლის გაჭა რა ძნელია აი და ესეთ მშობლებს აუიცი რაზე ვღიზიანდებ კაი რა 10 ლარი რა კაი 10 ლარი რა დიდი ფულია და იმ წუთა შეიძლება იმ ვიღაცას 1 ლარიც არა აქვს სახში მიახჩო კატასავით ვაი მე არა კატასავით არა შემოლამაზო შენ არ მიგახჩო წავედი ხა და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბახი და აბახო დამიწერეთ თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით და რა გეშველება რამე არ წავედი ხა ნახო ნინომ თუ გაიღვიძა მე ხატვას დავწყებ და დღევანდელი დღეს მე მგონი სარუჩქებს დავამთავრებ რაც მექნება მოტანილი იმიტომ რომ ხვალე მინდა ბიბლიოთეკას მივხედო და ნელ-ნელა აიცი რა სიტუაციაში მინდა რომ ვიყო სამსახურზე დავამთავრებ მეთქი და ნახატებს რომ მოვჩები მეთქი და სუსახში რომ ვიქნები და აღარ მექნება ის მომენტი რომ ვაიმე ის დასალაგებელი რომ ერთ დღეს ერთ დაალაგებ მეორე დღეს ანუ რომ მუშაობდი ხომ იგროვდებოდა ხოლმე რაღაც და სხვა გზა არ იყო და ეხლა რომ სახში ვარ მეთქი ყველაფერი მექნება მოწესრიგებულად ანუ ყოველ დღე რომ რაღაცას ხელი შეავლო აღარ გექნება ვაიმე ის მაგ დასალაგებელი და ეგ მომენტი იწყება მე მგონი. ხო და წავედი ახლა აბა თქვენიცით. კარგად.